ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 10,000-ობით ბულგარელი გამოვიდა 2026 წლის მთავრობის ბიუჯეტის პროექტის გასაპროტესტებლად. დემონსტრაცია, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, თავიდან მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. აქციაზე ისმოდა სხვადასხვა ლოზუნგები და შეძახილები. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ამ ბიუჯეტის პროექტის გადახედვას მოითხოვდნენ. მოგვიანებით ვითარება დაიძაბა, რამდენიმე მომიტინგემ მმართველი პარტიების შტაბ-ბინისკენ გადაინაცვლა. მათ სკამები ესროლეს როგორც შენობებს, ისე იმ პოლიციელებს, რომლებიც ამ შენობებს იცავდნენ. კადრებში ჩანს შეტაკება ნიღბიან მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის. ასევე ცეცხლმოკიდებული ნაგვისურნები და პოლიციის დაზიანებული მანქანები. ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების მკვეთრი ზრდის, ასევე წინა დღეებში მსგავსი აქციებისა და საზღვარგარეთიდან მიღებული გაფრთხილებების გამო 28 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გაიტანდა. მოულოდნელი გადაწყვეტილება მმართველი ცენტრისტული მემარჯვენე პარტიის ლიდერმა ბოიკო ბორისოვმა გამოაცხადა. სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად იგი მთავრობას მოუწოდებს განაახლოს დიალოგი დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან. ბულგარელები ამბობენ, რომ ახალ ბიუჯეტს ეკონომიკური გავლენა ექნება ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებზე. შეშფოთება კიდევ უფრო იზრდება, რადგან ბალკანეთის ქვეყანა მომავალი წლის დასაწყისში ევროზონაში გაწევრებისთვის ემზადება.